ბოლოს ბლოქტოპის სერვერზე სადღაც 5 დღის წინ დავდა ვიდეო. ამის მერე კი სერვერზე არ შევსულ ვარ, მაგრამ ჩემ გარეშე მაქვს ბევრი სახლები და ფრენები ააშენეს. დღეს კი ბლოქტოპის სერვერზე ტარდება არჩევნები, სადაც მეც მინდა მივიღო მონაწილეობა. მაგრამ მე შევეცდები ყველაზე ცუდი დაპირებებით გავხდე პრეზიდენტი. უბრალოდ ვიტყვი რომ ვიქნები დიქტატორი და მოკლავ ხალხს. შეუძლება მას ჩაუჯექით ვიდეოს და უყურეთ ბოლომდე. აი, ყველა გაჩერდა. ისე ტენი. მომისმინე, როდესაც საქმე მიდის არჩევნებამდე, არჩევნები არის სახელმწიფოში ყველაზე სერიოზული საქმე. ამიტომ არჩევნების დროს არანაირი ხუმრობა, არანაირი ბილწითხოვა, არანაირი ცუდი რაღაცები ვიმღერის ამას ახლა დავაჯვა? არანაირი არაფერი. ჩვეულებრივად როგორც ოფიციალური პირი exit poll-დან ისე უნდა ისაუბრო. გასაგებია? გასაგებია. მუსიკას უკრავდი უბრალოდ. ის მუსიკა რა მაგრად დავაჭრა, ბიჭო. ჩუმად ვიწყებთ, всё. კაუჩე, მოგესალმებით ხალხო, დღეს ჩვენ აქ იმისთვის შევიკლიბეთ, რომ გავიგოთ ვინ არის შუა სეზონის პრეზიდენტი, ამიტომ კარგად მოისმინეთ და ხმაც მერე მიეცით. აბის ვერცად რაღაცეება. მომისმინე, რა მაინტერესებს? როგორი პოლიტიკა იქნება შენს ესე ვთქვათ წარმოდგენილ სამყაროში, სახელმწიფოში და როგორი ეკონომიკით გამოირჩევა? ნუ შენ პრინციპში მართალი კარგი კითხვა მომწონს. მე პირველ რიგში ახლა ვაპირებ რომ დავამატო ეკონომიკა სერვერზე, რომელიც იქნება აი ესე მოწყობილი. ანუ შენ აი, მოდი ეს დავწერე და ეს ვქრო. გექნება დაჭიქი ხოჯობია. შენ გექნება შენი საქმე, რომელსაც გააკეთებ სერვერისთვის, ლუბოის საქმე, რომელსაც გიან შენ მაგალითად ხაგივი, რადგანაც გიც რომ ვიტყვი რომ თქვენდაც შენი ადვენჩურეთი, მკვლელობებით, დრაკონების და შემდეგ იქნები დაკავებული თუნდაც და იმის გამო რომ უაზროდ არ იყო მაგით დაკავებული და პროსტა რესურსები. მაგაზე შენ საქმეზე სახელმწიფო, ანუ მე ამ კონკრეტულად მოგცემ გადაგიხდი ვალიუტას, რომელიც მე მექნება. მაგრამ ასევე ეს ვალიუტა წავა მაგალითად თუნდაც იხა არის დაკავებული იმითი რომ აკეთებს საჭმლებს. თვითონ სახელმწიფო ახლა ფერმა არის გაკეთებული შაურმა შეგიძლიათ რავი აიღოთ თუ გინდათ. სახელმწიფო აკეთებს იქ პურს თუნდაც ნახეთ რამოდენიმე სტაკი არის. ეგ პური მიეცემა უფასოდ სიხას ანუ ლუბოის ვინც საჭმლით დაკავდება და საჭმლის ბიზნესით და ის უკვე გაყიდის მაგ ვალიუტას. და ეგრე იტრიალებს ეკონომიკაში ვალიუტა იმითი რომ თან ყველაფერი იმათთვის ვინც აწარმოებს უფასო იყოს და ვისაც ყიდვა სჭირდება რომ ვალიუტა იტრიალოს იქნება ფასიანი. ციფო ხაზინას და ზოგადად ყველანაირი ნივთების არსებობის რა პოლიტიკით შემოიფარგლები მაგისადმი. როგორ მოიწყობა თუნდაც რეიდები? რეიდები ისე მოიწყობა რომ გაჩერდი ბიჭო რა, რეებს აკეთებ. ისე მოიწყობა, შეხედე, იქნება ერთი ადგილი კონკრეტულად, სადაც მოგვარდებით, ანუ ამ მომენტში მე შემიძლია თუნდაც შენ ან ლუბოებით მაგას მოიკითხავს, იმან რომ გააკეთოს რეიდების სახლი, კონკრეტული გილდია, ასე რომ ვთქვათ, სადაც იქნება კვესტები და შემდეგ და ასევე მანდ იქნება გაკრას არჩევა რეიდისთვის, დრაკონზე ან ლუბოი არსებაზე წასვლა და ხალხის შეგროვება და მაგათი კვალიფიკაციით უკვე ის დაკავდება, ვინც აგროვებს მაგ ხალხს. ანუ ის 20-ის ან რამის გადახდა, არამედ დაგჭირდება რომ შენ თუ მაგალითად მიიღებ თქვა და 20, ჩემთან მოვა თქვა და 30% ან 20 ან რაღაც ეგრე თქვა და 3 ცალი ან 4 ცალი, ანუ 50%-ამდე არავალ, ეგაც პროცენტიანი. და საჭმელზე, ნახე როგორ შედის საჭმელზე მაგალითად ის გამო გადადის. თქვენ ასევე რატო ამბობ ეს 30 და 20%? იმის გამო რომ რესურსები, რომლებიც მაგაზე აწყობა გჭირდება, შეგიძლიათ რომ სახელმწიფოში მოხვიდეთ და რესურსები ეგრე მოიკითხოთ. და მაგის გამო, მაგ რესურსების სანაცვლოდ და ტერიტორიის სანაცვლოდ, რომელიც თქვენთვის იქნება, მაგისთვის იქნება 40% და 30. იგივე საჭმლის ბიზნესზეც, რადგანაც სრული ასე თუ ისეთ საკვებს, რომლითაც აკეთებს საჭმელს, იღებს სახელმწიფოსგან უფასოდ. თუ შენით შეგიძლია გააკეთო, მაგრამ ეგრე დიდ ადგილს დაიკავებ, რომელიც სპაუნზე არ შეგიძლია აიღო მაგისათვის, იმიტომ რომ საერთო ფერმები გვაქვს და ასე შემდეგ. აი, ეგ არის პასუხი. შეგვიძლია სიხაზე გადავიდეთ. კაი, გადავდივარ სიხასთან. მოდი მოусმინოთ. ანუ იცი გამოდიხარ სიხა მოდი აქ საერთოდ შეგიძლია მათქნა. შეგიძლია. აი, კითხვები დამისვით რა მოყოლა მე და. არა, ჯერ შენი სიტყვით უნდა გამოხვიდე, ანუ ეგრეა. აი, ერთი თვით. დაბრუნდი. აი, რაღაცებს ვიზამ. всё. და ტერიტორიებსაც ხო გავანაწილებ. კითხვები და აი, იქსათხარ. ანუ შენ ამბობ რომ გააკეთებ ყველაფერს რაც ჩვენ გვინდა ხო? ანუ ეგრე გამოც, ანუ ნებისმიერ რაღაცას რაც ჩვენ გვინდა. ყველაფერს რაც თქვი მე იმას გავაკეთებ, ყველაფერი არ მითქვი. გადავიდეთ გარფილდაზე, გარფილდ შეგიძლია ილაპარაკო.
მაიცი მოიცავსა. სულ გავხსენ. ახსენით? ხმალი მოიხსენ, ხმალი მერე. არა, იყოს. ეს სისხლიანი და ხმლიანი ის იმას გვისურვებს, რომ გვემუქრება და დაგვერხევა თუ ეს რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ღვთისხლიანი მეც ვარ, მაგრამ რა. სისხლიანი და დამტვარი ხარ რომ დავიგე. ყველან თქვა რომ ისა დაკავრი არ ვიქნე. ბლა, მაგრამ გონი არავის არ ჯერა ხო მაგისი და მე აღარ მომიტყუები და დიქტატორიც ვიქნები და სხვა რაღაცეებს. მაგრამ გავაკეთებ რა. ან ყველაფერს გავაკეთებ წესიერს. და არა რაღაცა დებილობებს და ესავით. როცა იების ამ და სიხარ. ვიდა უმადური არ ვიქნე. რავი, რამე კითხვა გააქვთ? მოდი მე დავსვავ კითხვას. კი, წამყვანი ვარ, მაგრამ მაინც ანუ ეს ყველაფერი რაში შემოიფარგლება, ანუ რით გამხნევება ყველაფერს ანუ. პირველ რიგში რავი, მონსტრებთან ყველაფერზე დაგეხმარებით რაღაცა, ნუ თლად კაი ბრონი არ მაქვს, მაგრამ გავქაჩავ მაინც და რაღაცა. შეიძლება შენ ადგილზე დადეკი და დაიკავე შენი ადგილი. გონი აქ დავენ ხედავენ. ხედავენ. ან კიდე სიხა მეფარება მე. და რავი, თუ მოისვენებს, კაი იქნება. ხო, ჯერთი რომ რეიდებში დაგეხმარებით. PvP ასე თუ ისე ვიცი. მეორე რიგში ხორცს აგირიგებთ. ხო და მე ავაშენებ რაც საჭირო იქნება, თან ეხა კაკრას ბილდს ვამოყავებ და ბლოქტოპიაზე ჩუნდი ძმა, აი თუ შეიძლება რა, პირში მეჩრებიან, სალერ თუ ანუ გაგაძევებ. სიხა ჩუმად. ანუ არავინ არ მაცდის არაფერს ხო? ანუ რა პონტია თქვენ სიხა შენ რო ილაპარაკე მოგისმინეს და შენ რავი. ხო და ლუკა დაეტია შენ ადგილად. რატომ მოკალი? ფეხებზე გვკიდია ლუკა დაეტია შენ ადგილად. თუნდაც რავი, შვილი ყოფილიყო შენი ჩვენ ფეხებს დააცადეთ. ხო და რავი, აი სიხასნაირი დევილი და უპასუხისმგებლო პრეზიდენტი და თაგერ და მით რა ებისას არ ვიცი გავკაჩავ თუ არა, მაგრამ ხო ებისამ უფრო მეტი ტექნიკა იცის ჩემზე და რაღაცები, მაგრამ შეგვიძლია ერთადაც ვიმუშაოთ ხო ების? პირველი რომელმაც ერთი ქულა აიღო, სიხა. გილოცავ. აჰა შენ. აბსოლუტინემა. ების ჩაილდი. აიღო სამი. ების ჩაილდი. ნო. აიღო სამი ქულა. გარფილდმა აიღო სამი ქულა. მოიცა რა. და გარფილდა ხმა. ე! რადგან მე და ებისას ერთი რაოდენობის ხმები დაგვროვ და გადავწყვეტეთ რომ მაფინს აერჩია თუ ვინ გახდებოდა პრეზიდენტი. მაგრამ ვირჩევ ვიდეო კაი. ილოცავები.